რუსთავში საახალწლო ნაძვისხი აინთო ახალი წლის მთავარი სიმბოლო რუსთაველებს თავისუფლების მოედანზე ელოდებათ. სადღესასწაულო ღონისძიებები მეჯლისითა და ქართული ხმების კონცერტით გაიხსნა. საბავშვო სოფელი და რაც მთავარია თოვლის ბაბუაკი სტუმრებს დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. რუსუდან ლოლაძე გვიერთდება ახლა რუსთავიდან პირდაპირ ეთერში. მორთულობები განსაკუთრებით კი კოსტავას გამზის და ქუჩას გამოვარჩევდი. რაც შეეხება დღეს მიმდინარე ღონისძიებებს, საზეიმოდ აინთო, როგორც გითხარით, საახალწლო ნაძვისხე მას წინ უძღოდა და სცენაზე გამოჩნდა პრინცი თეატრალიზირებული წარმოდგენით. ამით ქალაქმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ეს არის საუფლისწულო ქალაქი და რომ რუსთავის აქვს ძალიან დიდი ისტორია, ის არის ახალი ქალაქი დიდი ისტორიით. რაც შეეხება ღონისძიებას, მას შემდეგ რაც საახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთო, აქ უკვე საშობაო მეჯლისი გაიმართა, რომელიც შემდეგ ჩაანაცვლა ქართული ხმების კონცერტმა. თავისუფლების მოედანზე კი ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი, ათასობით რუსთაველია გამოსული თავისუფლების მოედანზე. საშობაო ბაზრობა იმართება, აქ წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა და უამრავი საბავშვო ატრაქცია არის მოწყობილი. ამდენი შობა ახალი წელი მინდა ჩვენი პატარა ლამაზი რუსთავიდან მიულოცოთ ჩემს ქვეყანას. დღეს მთავარ მოედანზე შევიკრიბეთ მთელი ქალაქი, საზეიმოდ ავანთეთ ნაძვისხე. გავხსენეთ ის ღონისძიებები, რომელიც ჩვენს პატარებს ელოდება რუსთავში საახალწლო განწყობის შესაქმნელად. ძალიან კარგი გარემოა, ათასობით რუსთაველი ოჯახებთან, შვილებთან ერთად არიან მოსული და ეს ჩვენი ქალაქის პატარა ტრადიცია, როდესაც ახალი წლის განწყობას ვიქმნით ერთად ვანთებთ ნაძვისხეს. რუსთავში ნაძვისხის ანთება უკვე სახალხო ტრადიციად იქცა. 4 წელზე მეტია ფაქტიურად, რომ ნაძვისხის ანთება მთავარ მოვლენად იქცა ქალაქში და ყოველ წელს შეძლების დაგვარად ვუმატებდით, ესე ვთქვათ, ფაზას სანახაობების და წელს მე შემიძლია ვთქვა, რომ თითქოს შემიოცნებაც და ბევრის, რომ თეატრალიზირებული ყოფილიყო და უფრო მასშტაბური ყოფილიყო ეს შოუ, ესე გქონდა გულით და დიდება უფალს, რომ ამდენი მონაწილით და ამდენი მეგობრით ყველაფერი გამოვიდა. აინთო დღეს რუსთავში ნაძვისხე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელიწადის ისეთივე განსაკუთრებული და ჯადოსნური და სიკეთით სავსე იქნება, როგორიც ეს ჰქონდა 2025 წელი. ვფიქრობ, რომ ყველასგან განსხვავებული ახალი წელი იქნება, იმიტომ რომ ყველას რო გადავხედოთ, ყველა ბედნიერი სახით დადის და ერთმანეთისთვის სიკეთეს ვაკეთებს, რაც ყველაზე მთავარია. ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში გრძელდება. აქ ნამდვილი საშობაო სურნელი ტრიალებს. საშობაო ბაზრობა გაიხსნა დღეს და 7 იანვრამდე გაგრძელდება. რუსთავიდან რუსუდან ლოლაძე გვერდებოდა, მადლობა რუსუდან.